მარგვეისა და ობიის ეპისკოპოსის მეუღლე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით 2016 წელს დაიწყო ამ ტაძრის საძირკვლის კურთხევა, მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ ტაძრის ქტიტორი ან აღმშენებელი ბრძანდება ბატონი ბეშენ წაკაძე, მინდა რომ შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მას ამისათვის. დიახ, კვირას 7 ივნის ჩატარდა პირველი წირვა, მეოთხე ჩაატარა, ტაძარი გაიხსნა, მხოლოდ სახურებები დაიწყო ტაძარში. ჯერ ტაძარი არ არის ნაკურთხი და როდესაც სრულად იქნება დასრულებული ტაძარი, შემდეგ იქნება ტაძრის კურთხევა. როგორც მეოფის კურთხევა არის, შაბათ საღამო ჩატარდება საღამოსახურება, წუხსისკარი, კვირას ჩატარდება წირვა. ტაძარი არის ახალმოწამეების სახელზე ნაკურთხი, ჩვენი ეპარქიისათვის განსაკუთრებულია ეს წმინდანები, ვინაიდან ამ წმინდანების შეპყრობა მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენს ეპარქიაში, სოფელ როდინაულში ნაზარი ლეჟავამ და მასთან ერთად ამ 4 ადამიანმა აკურთხა მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი და როდესაც იქიდან წაბრძანდნენ, შეიპყრეს და შემდეგ აწამეს და ეს ადამიანი მოწამეებრივად აღესრულნენ და აქედან გამომდინარე მეუფე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ეპარქიაში ყოფილიყო ახალმოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი და ყველა ადამიანი მართლმადიდის ულოცავთ ამ დღეს და შეეწიოს 5 ახალმოწამის მადლი, გააძლიეროს სულიერად, ფიზიკურად და ერთმა გახარებული ამყოს უყურა. დაბა შორაპანსა და არგვეთაში საფეხბურთო მოედნების მშენებლობა რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სრულიად ახალი თანამედროვე სპორტული სივრცე მოეწყობა სოფელ არგვეთის ცენტრში. სტადიონის მოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 157.878 ლარი დაიხარჯება. ასევე რეაბილიტაცია utardeba დაბა შორაპანში არსებულ საფეხბურთო მოედანს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 84.512 ლარს შეადგენს. ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა რეაბილიტაცია ხელს უწყობს მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას, ასევე სპორტსმენებს აძლევს შესაძლებლობას სრულყოფილად ივარჯიშონ. სპორტული სივრცეები ასევე ადგილობრივების პოზიტიური განპირთვის ადგილიც იქნება. ქუთაისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით მამაკაცი მესამე სართულზე განთავსებული ხარაჩოდან გადმოვარდა. შემთხვევა შარტავას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული. ჩვენი გადაწყვეტილებით საჭირო ჩავთვალეთ, რომ ასე ვთქვათ, ხანდაზმული წყვილებს, რომელსაც ჯვარი არ ქონდათ დაწერილი, დღევანდელ დღეს ნინოობას საქართველოში წმინდანინოს შემოსვლის დღესასწაულზე დაგვეწერა ჯვარი. ჯვარისწერა არის ერთ-ერთი საიდუმლოება, რომელიც აღესრულება ეკლესიაში და ეს ყველა წყვილმა, ყველა კანონიერმა ცოლ-ქმარმა უნდა შეასრულეს ღვთლის მიერ უნდა შესრულდეს მსახურება. და ჩავთვალეთ, რომ წყვილებს, რომელსაც არ ქონდა ჯვარი დაწერილი, მათ ეს მსახურება უნდა ჩატარებოდათ. და ვინც დაგვეთანხმენ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ძალდატანებით, ნებაყოფლებით უნდა მოხდეს, ძალას ვერავის ვერ დავატანთ და ვინც გამოთქვეს სურვილი, ჩემთვის პატივია, რომ ამ წყვილებს დავწერო ჯვარი. და აღსრულდება ერთ-ერთი საიდუმლოება, რომელიც ეკლესიაში აღესრულება. მადლობა უფალს, ეს არის ღვთის დიდი მოწყალება. აი პირველი საიდუმლო, პირველი სასწაული, რომელმაც უფალმა აღასრულა, სწორედ ქორწილში აღასრულა სასწაული, ყოველმა კაცმა, ქალმა, რომელიც გადაწყვეტენ შეუღლებას, რა თქმა უნდა, უმჯობესი და მნიშვნელოვანია, რომ ჯვრის წერით დაიწყონ მათ თავისი ცოლ-ქმრული თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს იქნება ყველაზე სწორი. ასე იქცეოდა ჩვენი წინაპარი და ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ჩვენც უნდა
მივსდიოთ ეკლესიის ლოცვა კურთხევას. აი დღეს სიხარულია აი ამ ეკლესიაში, ამ სოფელში, რომ ჩვენ რამოდენიმე წყვილი გვეყოლება, რომელიც დაიწერენ ჯვარს. ოჯახის სიწმინდის ყვავილია გვირილა. ბავშვობაში ხო თამაშობთ. უყვარვა, არ უყვარვა, უყვარვა, არ უყვარვა. ეს არის მე-6 ჯვრის წერა ამ ტაძარში, ბებიების და ბაბუების. ბებიები და ბაბუებმა, რომელიც მათ თავის დროზე ვერ დაიწერეს ჯვარი რაღაც მიზეზების გამო და ახლა მიეცათ შესაძლებლობა რომ დაიწერონ ჯვარი. ეს ტაძარია ჩემი აღდგენილი და მე მგონი საქართველოში მე ეს პირველმა შემოვიღე. მე მგონი რომ აქ ჩატარდა პირველად ასეთი რამე. მე სადღაც კიდო ჩატარდა, მაგრამ მე არ ვიცი და აქ მე-6-ით ტარდება უკვე. ბებიების და ბაბუების ჯვრის წერა. კარგი პროცესია, მაგრამ ზოგი ბებია და ბაბუა თავს იკავებს. რატომ არ ვიცი. აუცილებელია რომ ქალის და მამაკაცის ურთიერთობა ღვთისგან იყოს ნაკურთხი. აი ამ პროცესით, აი ამ რიტუალის ჩატარებით ზოგადად გარდამოდის დიდი მადლი როგორც წყვილებზე, ისე მერე ოჯახზე, ისე შვილებზე და ასე შემდეგ. ფალმა ასე თქვა, რომ აუცილებლად საჭიროა ქალის და მამაკაცის ქორწინება და რომელსაც ძალიან დიდი საიდუმლო ახლავს თან ქორწინების, ეს მან ხო უკვე იცის უფრო კარგად. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის უკეთესია უფლისგან ნაბოძები. ასე რომ რა ვიცი, ახ ცოტა ესეთ ასაკში კი მოგვიწია, მაგრამ ბედნიერი ვარ. მე ვთვლი, რომ ეს არის ნამდვილად ზოგადად ღვთის საჩუქარი შემთხვევით ამ ქვეყანაზე არაფერი არ ხდება. და უფლისნებით ვართ დღეს აქ და შეგვეციოს ყველას მოუწოდებ, რომ ასე ვთქვათ, გავაფორმოთ ეს ურთიერთობა ქალმა და მამაკაცმა ღვთის მადლით. Sam ივნისს ჩატარდა ქალაქ ბათუმში ბავშვთა ოლიმპიადა. მონაწილეობა მივიღე სახეობა ძიუდოში, სადაც დავიკავეთ მესამე ადგილი იმერეთის გუნდმა. გამოვარჩევდი ყველაზე მეტად ბრინჯაოს ფინალს, სადაც ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო. ყველამ ძალიან კარგად ვიასპარეზეთ და დავიკავეთ მესამე ადგილი. ძალიან დიდი ემოციები იყო, ძალიან დიდი ბედნიერება იყო. აი ყველას ძალიან გვიხაროდა და ვისურვებდი, რომ კიდევ ბევრჯერ ჩატარებული იყოს ეს შეჯიბრი და კიდევ ბევრჯერ მივიღო მონაწილეობა და ვასახელოთ იმერეთი. 2-დან 6 ივნისს ვიმყოფებოდით ქალაქ ბათუმში. იქ მიმდინარეობდა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. იმერეთის გუნდი იღებდა მონაწილეობას. ესტაფონიდან ვიყავით 2 ძიუდოისტი, რომელმაც ვიასპარეზეთ ძალიან კარგად. რთული შეხვედრები იყო, დაძაბულ შეხვედრებში მოგვიწია მონაწილეობა, ასევე იყო გადამწყვეტი შეხვედრები. მოახერხე გამარჯვება და მოუტანე იმერეთის გუნდს მესამე საპრიზო ადგილი. მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერებს, ზაზა მახათაძეს, კობა სვიანაძეს, ზაზა ჯანჯღავას, ნიკა სვიანაძეს, ლევანი ჩუბინიძეს. პირდაპირ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიება ამასაკობის ჯგუფებისთვის და ჩვენ რო იტყვიან, ჩვენ მოლოდის გადააჭარბა და ნამდვილად ალბათ თქვენ ეს განწყობა ნახეთ ჩვენი ახალგაზრდების, რამდენად ჩართულები იყო, რამდენად ემოციურად იღებდნენ ყველაფერს. და განსაკუთრებულად უნდა ითქვას, რომ რეგიონები გამოაცოცხლე და ყველა რეგიონის სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მე მინდა წარმატება უსურვო ჩვენ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რამე თუ ეს იყო ამათთვის მოიწყვენ პირველი медали, სადა ქვია ოლიმპიური медали. ეს არის ფესტივალის медали, ოლიმპიური კომიტეტის თუ ნახეთ თქვენ ემბლემით და თავის ლოგოთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის და ეს რო დავაკვირდე და მე ვეკითხებო ჩვენ ახალგაზრდებს, რამდენად მნიშვნელოვანია. ისეთი იყვიან, ისეთი მოხარულები იყვნენ, ისეთი ემოციურად იყვნენ ამ თემასთან განსაკუთრებით ვიზახოთ, რომ ყოველ წელს ჩავატარო, თუმცა თქვენ იცით, რომ ეს ღონისძიება ტარდება საერთოდ ევროპის ფესტივალები ტარდება 2 წელიწადში ერთხელ, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ ამ ციკლს უნდა ავყვეთ. ეხლა ის გასაგებია რომ შეიძლება მოთხოვნა არის რომ ყოველწლიურად ეს არ გამოვა და სწორედ რომ შემდგომერე აღმასკომის ხდომაზე ამ საკითხს ჩვენ დავაყენებთ და რა თქმა უნდა განვიხილავთ და როგორიც გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა იმ გადაწყვეტილებას უკვე დროის სիմაში 2 წელიწადში ერთხელ, 4 წელიწადში ერთხელ ამას უკვე დავადგენთ და ამ გრაფიკში ჩატარდება ჩვენი ღონისძიება. ძალიან დიდი შეფასება მოყვა, მე მინდა
აღნიშნო, რომ იგივე ალბათ თქვენ იგივე გამოხმარება ტელევიზიების თქვენ ძალიან კარგად იმუშავეთ. იგივე ჩვენ საზოგადოებამ კარგად მიიღო ეს ღონისძიება, რამე თუ ეს ახალგაზრდას ეხება, ახალგაზრდას, რომელიც ჩვენი მომავალია და შემდგომ მერე, რა თქმა უნდა, დიდ სპორტში ესენ ამათმა უნდა გაიმარჯვონ და მე უსურვებ, აი სწორედ რომ ეს პირველი ნაბიჯები იყო და პირველი ნაბიჯები წარმატებული იყო. და იმედია, რომ შემდგომ ჩვენ ამ ახალგაზრდა სპორტსმენს ვიხილავთ დიდ ოლიმპიურ თამაშებზე.